გამარჯობა, საქმის კურსი იწყებს თქვენს პირდაპირ ეთერში მუშაობას, რომელსაც მე ჟურნალისტი ბექა ბაციკაძე გავუძღვები. საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7% პუნქტით მოიმატა და 14.7% შეადგინა. ამის თაობაზე ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით 2025 წლის პირველ 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხვი 5300 კაცით გაიზარდა და 958.000 მიაღწია. ამავე პერიოდში თვით დასაქმებულთა რაოდენობა 13500 შემცირდა და 434.000 შეადგინა. შედეგად უმუშევართა რიცხვი 10800-ით გაიზარდა და 239.000 გაუტოლდა. საინტერესოა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი თვით დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.8% პუნქტით გაიზარდა და 68.8% შეადგინა. ამასთან უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში 1.4% პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.6% პუნქტით შემცირდა. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადების მოცულობა 7800 ტონა შეადგინა, საიდანაც 93% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7% გაგზავნილი. საქსტატის მონაცემებით პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 900 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც სამჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. მიღებული ტვირთების ზრდა ძირითადად ჩინური პლატფორმა Temu-ს გააქტიურებას უკავშირდება. იანვარ-მარტში საქართველოს აერო ტრანსპორტით გადაყვანილია 120.900 მგზავრი და გადატანილია 37200 ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 7.2%-ით აღემატება გასული წლის პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 33.3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 7%-ით შემცირდა და მან 3 მილიონი ტონა შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად კლება განპირობებულია სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობის 8.5%-ით შემცირებით, ასევე ქვეყნის შიდა გადაზიდვების 35%-იანი კლებით. სანაცვლოდ კი საქართველოდან უცხოეთში გადაზიდვები გაზრდილია. საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი 2025 წლის პირველ კვარტალში მთლიანი გადაზიდვები არის 3 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან შედარებით არის 6.7%, ტრანზიტი 1.7 მილიონი ტონაა, კლება არის 8.5%. საქართველოდან უცხოეთში საერთაშორისო გადაზიდვები 1 მილიონი ტონა, ზრდა წინა წელთან შედარებით 8.5%-ია. რაც შეეხება მგზავრთა ნაკადის რაოდენობას 2025 წლის პირველ კვარტალში მგზავრთა რაოდენობა იყო 359.000, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით არის შემცირებული. პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3.709.000 ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 9.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.5% გენერალური ტვირთი იყო, 28.8% თხევადი ტვირთი, ხოლო 18.7% ნაყარი ტვირთი. 2025 წლის პირველ კვარტალში ნავსადგურებში და ტერმინალებში 451 გემი შევიდა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2.6-ჯერ მეტი სპეციალიზირებული გემი მიიღო. ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 2100 მგზავრს მოემსახურა, რაც 16.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს 58.8-ჯერ. საქსტატმა საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 8.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. კერძოდ აეროპორტებმა მიიღო 758.900 მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 778.600 მგზავრი. პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.7% რეგულარულ ფლენებზე მოდიოდა. აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობა 6000 გადააჭარბა, რაც 1.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ შეშფოთებას გამოთქვამდა საქართველოში თავისი მოქალაქეების არ შეშვების ფაქტების გამო. უწყების ცნობით ყაზახეთის დელეგაციამ თბილისში ქართულ მხარესთან საკონსულო კონსულტაციები გამართა, რა დროსაც ყაზახურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლისთანავე ყაზახეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის და შემდგომი დეპორტაციის ხშირი შემთხვევების გამო. იქამდე კი ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების საგანგებო განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. მათივე განცხადებით, ყაზახები არასათანადო და შეურაცხყოფელ ქცევას აწყდებიან სხვადასხვა სიტუაციებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველდღიური კონტაქტი უწევთ ადგილობრივებთან. რა გამოწვევებია ქვეყანაში ამ მიმართულებით, რა საფრთხეებს ხედავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება, როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული ურთიერთობების მიმართულებით. გიორგი ჯახუტაშვილი, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე იქნება საქმის კურსის სტუმარი 15 საათს და 30 წუთზე. საქართველოს, ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის აკრძალული საქონლის სპეცტექნიკის და ავტომობილების რეექსპორტი შეწყვეტა. ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა, BMG აღნიშნულ საკითხზე ცდილობს შემოსავლების სამსხურიდან ოფიციალური პასუხი მიიღოს. იქამდე კი რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახლა საქართველოს არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების, არამედ სპეცტექნიკის რეექსპორტსაც წყვეტს. რუსული მედია წერს, რომ შავი ხვრელი ქართულმა მხარემ გამოცემა აიფაქტის მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამოკოლა, რომელშიც საუბარია, რომ საქართველოს საზღვრები სანქციების გვერდის ასავლელი მწვანე დერეფანია. საგამოძიებო მასალის ავტორები სტატიაში საუბრობენ იმაზე, თუ როგორ დაუძვრა რუსეთი კიდევ ერთ სანქციას და შეუფერხებლად იმარაგებს ბულდოზერებს, ექსკავატორებს, გრეიდერებს, ტრაქტორებს, ამწეებს თუ თოლმავლებს, რომლის მიწოდებაც ევროკავშირმა რუსეთისთვის შეზღუდა. მათივე ცნობით 2022 წლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოსთან სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში 2500 ერთეული მძიმე ტექნიკა გადაიზიდა. აღინიშნება, რომ ტექნიკა საქართველოსთან ფორმალურად მესამე ქვეყნებში გადაიზიდება, თუმცა ადგილამდე არ ჩადის და რუსეთში ხვდება. წერია მასალაში. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ აკრძალული ტექნიკის რეექსპორტისთვის ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეებზე გაფორმება ასაჭირო. ერთ-ერთი გამოცემა სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანია PIG Trans-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისათვის ტექნიკის გაფორმება ჯერჯერობით მხოლოდ გაძვირდება, რადგან რეექსპორტირებული საქონელი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე კი არა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა გაფორმდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს, თუმცა კრემლში ამბობენ, რომ ამას დრო დასჭირდება. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ომის დასრულების მისაღწევად ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. სოჩში მყოფმა პუტინმა ჟურნალისტებთან ტრამპს მადლობა გადაუხადა ძალისხმევისთვის, რის შედეგადაც 2022 წლის შემდეგ თურქეთში პირველად შეხვდნენ რუსეთის და უკრაინის დელეგაციები პირისპირ 16 მაისს უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება სტამბოლში გამართეს, სადაც რუსეთმა კვლავ უარი თქვა ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტაზე. პუტინის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეტანხმდა, რომ რუსეთი იმუშავებს უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მემორანდუმზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც. დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპს თხოვა უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება მათ გარეშე არ მიეღო. მისივე თქმით, უკრაინა თავისი ტერიტორიები ჯარებს არ გაიყვანს. დღის მთავარი ეკონომიკური და ბიზნეს ამბებით 13:40 წუთზე გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.